მაგალითად მოვედი სახლში და ვხედავ ჯანსაღ სხვადასხვა კერძებს. მაგრამ არ მინდა რაღაცა მინდა განსაკუთრებული. შეიძლება მინდოდეს რბილი, ამასაც თავისებური ახსნა აქვს ფსიქოლოგები ცნიან, რა კონსისტენციის გინდა იმის მიხედვით რა ემოცია გფლობს. რბილი არის რბილი, ესე იგი მინდა რომ ვიღაცა მომეფეროს, ჩამიხუტოს, დამიყვაოს. თუ მინდა რაღაცა ნატუნა, ხრამუნა, ჩიფსები რაღაცა, ესე იგი ვარ გაბრაზებული, მაგრამ ჩემი აღზა არ მაძლევს საშუალებას ამ ემოციის დემონსტრირების. და თბილი როცა გვინდა, მასე. თბილი როცა გვინდა, ამას ბევრი აქვს. აი მაგალითად თუ შოკოლადი გვეძახის, შეიძლება მაგნიუმის უკმარისობა არის, შეიძლება მუდმივი დისტრესის დროს ელექტროლიტური დისბალანსი. შეიძლება კუჭნაწლავის ფლორა გაღარიბებული და ვერ იწოვს ამ ტკბილიდან მიღებულ B ვიტამინებს ორგანიზმი და რაც უნდა ბევრი ვჭამო, გასტროენტეროლოგის ვიზიტის გარეშე ვერ გამოვა. ანუ კვლევა აუცილებელია იმისთვის, რომ ვიცოდე რა. შეიძლება ასევე ჰორმონალური პრობლემები იყოს და ხშირად ძალიან დისტრესი კიდე. ქრონიკული სტრესი იწვევს მადის გაუკუღმართებას. ეს შეიძლება იყოს ან აბსოლუტური უმადობა, ან პირიქით მუდმივი მადიანობა, ეგრეთ წოდებული მგლური მადა.